მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენს არხზე იხილავთ პირველ ვიდეოს. კაი, ესეთი რაღაცები არ შემჩნევთ, იმიტომ რომ პირველი ვიდეო და ძალიან გვეცნება, ლუკა მიესალმე. კაი, ავსიცილოს ამოჭით. ესე იგი, ეხლა ხალხო. მოიცადეთ მეგობრებო, დაგვავიწყე რომ მაგ თამაშის სახელი არის car parking multiplayer-ი. წავიდე. აღწერაში იქნება ლუკას არხი და გეხვეწებით გამოიწერეთ ეს კუნდული ვაფი. ესე იგი, დღეს ჩვენს ვიდეოში ხილავთ CLS-ებს, რაც თავარია. პირველი თემა, ლუკა კაპოტი აგვიღე. ესე იგი, ლუკა ვიცადე. ვაუ! საღო. ძალიან კარგი. აბა ხო რა, საბაგული აგვიღება. მოდის სუფთა მანქანა ყავს, იმენა მოულილი ძალიან მშვენიერი. მოკლედ ხალხო, ასეთ რაღაც გამოსვლებს ედიტებიც მოგიხოდით რა. და კაპოტი დახურე. ის ნახატები რო გვერდებზე ის ხო ვაფშე და ეს კაკრა გიწერია. Brabus the Killer Caucas Nation. მოდით. ეს კი გახლავთ ხალხო, ჩემი მანქანა, ლოგო გავაკეთე, მაგრამ მოშორდა და რატო არ ვიცი. უი, ლუკას ნომერი არ გვინახია ხალხო. ვაუ, ამისარაკა. ძალიან კაი. 4 გრუჩინტელიან ჩემს ვიდეოს ძალიან კაი. ჩემნაირი შიტოკები გიყენია ისე. ნახატები ლუკა დაჯიქი რა აქამდე მომყარი მანქანა. ხალხო, ესე იგი აქ არა წითელი ხაზები აქ. ძალიან საინტერესოა, მოკლედ ზემოთ აქ რაღაცა თეუზი რა არის ეს? ვიცი. მოკლედ არის ძალიან მშვენიერი მანქანა. და გააჩერე ჩემი. კარგია ყენო ბიჭო, კარგად გიგასი. ხალხო, ჩემი მანქანას გავაცავაღებ. არის მოკლედ 6 დარვა კომპრესორი. ძალიან წივის ეხა. გააჩერე. მოგეთ ხალხო, არის 6 და 8. მაქვს მოკლედ. ნუ იგივე არაც ლუკასი რა, ლუკა აგვიღე კაპოტი. კაპოტი შეცვალე? შემიძლია კაპოტი. ხო, რაღაც ნუ იგივე არა, მოკლედ. თითქმის იგივეა, თითქმის რა. Короче, რაც შეეხება დისკებს რა, მაგრამ დაშორებული რაც უბრალოდ დისკები და მაგის შეცვლას ვაპირებთ შემდეგ ვიდეოში. მოკლედ, განახებთ უფრო მაგარ ვიცებული ვარ და კაკრას გავაზრებ სადასტავანას თავიკები და короче რა, და დიდი ამბები. ლუკას კი უფრო რაღაცა უფრო ძლიერი დისკები, ჩხუბი დისკები ეყენებდა მე. ეთყობა ხო? ხო რა, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად მაგათ უფრო მაგარ ვიძე და უფრო ნასტროიგით გაჩვენებ, თუმცა ნუ ეხლა
ხარ, არ ვიცი როგორ მოგეწონებათ მაგათ სისწრაფე, მაგას ნახავთ ახლა ქალაქში მოვიდით და მოკლედ რა. და რაც შეეხება შიტოკებს რა, გვაქვს ერთნაირი უკანა შიტოკი და ნახოთ წინა შიტოკი თუ აქვს უკას ჩვენნაირი, კი რა თქმა უნდა ჩვენნაირი შიტოკი აქვს უკას. ხო შიტოკი შევცვალე ორჯერ, იმიტომ რომ ანუ სოფელში ვიყავი რა. იმენა ქვები იყო ყველგან და კაროჩე დიდი ამბები და ფუჭი გამიხარდა და იმენა ორჯერ დავამკვირე და მაგიტო შეხარდა. ახალზე მინ შეცვლა შიტოკს რა. კაროჩე ესე რა. ეხლა დაუჭდებით და გავივლით ქალაქში. ხოლო რაც შეეხება ხმას, იმედია ისმით ხარ, არ ვიცი პირველად ვიღებ ვიდეოს და რაღაცები იქნებ პატიოს თქვენგან. აი გაზის დაჭერას მაგ ფილიანად გაზის დაჭერას და ცოტა მიქრის თავიდანვე და მაგიტო ესენი ვატარებ მოსახლეებში. აი წარმოიდგინე ხა მოდი წინ შენ წადი რომ ვიდეოში ესე იგი მაჟვი გავუყვი და ქალაქად გავიდით ქალაქში და კამერაზე ხალხო არა მარტო CLS-ი, გვექნება სხვადასხვა E36-ის განხილვები, გვექნება სხვადასხვა მანქანების რა. მე ხალხში გავუდგე ლუკას მანქანაზე წავიდი. ოთხილად. Mercedes ვაიმე. აუ ლუკა. This. Go country. Die Europäer. ასევე რა თქმა უნდა გვექნება Mercedes-ის და BMW-ის ჯახი. რა თქმა უნდა და ხო ანუ არც ერთს არ ვაწყინებთ ესე თქვა. ხო და რაც შეეხება თამაშს რა არ ვთამაშებთ მარტო ამ რეისინგს მარტო რაღაც პროსტაცია უნდა დასაუბა არა. მოკლედ ესე იგი მაქრის სალონია მინახებია კაი მინახებთ არამშოს მოკლედ ორივე ერთნაირი სალონი ესე იგი რას ვამბობდი გვექნება ასევე ოფროუდიც ხომ გვექნება ოფროუდი სხვადასხვა მანქანები იქნება ეს ჯიპი იქნება ეს ამ ჩეროკი იქნება კაპი და ასე შემდეგ რა უფრო
ვფიქრობ, რომ უფრო off-road შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ უფრო მრავალფეროვანი გზები off-road-ში და უფრო შერჩეული გზებია რა. ეს კიდე რა ვერ მოხვდი ბიჭო. მოდის აგერ. ფრთხილად შემოიდა. ხალხო ის ედიტები რომ მოგვიხოდოთ თუ შეიძლება. მოიცა ბიჭო ისე. კარჩე, შენზე აზრი არ აქვს, რომ ჩავდე ვნახე იგივე სალონია, თუმცა იგივე კოდა მაკანები ყავს აზრი. გვაქვს ხალხო მონიტორი, გვაქვს რა თქმა უნდა ხა C63-ის სალონი თქვენ გეცოდინებათ, ვინც გარკვეული ხართ მანქანებში, აქვს იდეალური სალონი, კაროჩე, გვაქვს ამის სპიდომეტრი, აპარატი არ უნდა, აუქონოთ მიხედებით. გვაქვს ტყავის სიდენიები, რა თქმა უნდა, გვაქვს უკანაც ტყავის სიდენიები, გვაქვს ასევე აგერ ყავის, კოაკოლის ჩასაწყობები და ასე შემდეგ რა. კაროჩე, გვაქვს კარის გასაღები. ოკეი, დავიდეთ. მოდი ლუკა. აი მოკლედ წავედი რა. წავედით სწორად ვიდეო შეგხვდა. ესე იგი, ქალაქში შემოვიდეთ და დაგათვალიერეთ ქალაქსა, ჩვენ სახლსაც განახლებთ ქალაქში და ასე შემდეგ რა. რა აქვს ძალიან ძლიერი მოტორი და უნდა მოუფრთხილდე მაგ მოტორს, რომ არ დაგისტუგდეს რა. ასე გვაქვს Subaru-ს რა. ორიდან ოლები ხო აქვს. ყველაზე მაგიტო ეძახიან Subaru-ს Subaru-ს რა. მაგიტო არ მინდა შემდეგ ვიდეოები Subaru-ზე გადავიღოთ, იმიტომ რომ ცოტა დაბალი ფასები, რომ შუა ვიდეოში არ დაგვისტუგდეს რა. ვეცდებით ვიდეოები დავდოთ ძალიან ხშირად, მაგრამ ვეცდებით ასევე რომ თავი არ მოგაბეზროთ და ძალიან შევყევი ხა მე ქალაქში შემოვედი აგერც ლაპარაკს, მაგრამ აღშოს მოკლედ ხალხო, შევწუდეთ ვიდეო რაღაც ხარვეზების გამო, მაგრამ აუცილებლად შეიძლება გქონდეს გაგრძელება, აუცილებლად რა არ ვიცი ხა დიდად, მაგრამ ერთ ვიდეოს ან რამდენიმე ვიდეოს CLS-ებზე აუცილებლად შემოგთავაზებთ, მაგრამ ვაპირებ ამ მანქანის გაყიდვას. ანუ და რა ვიცი, იმიტომ რომ ძალიან დიდ მოტორზეა, ძალიან დანასტროიკებულია და შეიძლება დამისტუგდეს და შეიძლება საერთოდ შემდეგ ვიდეოში სასტუგდეს, იმიტომ რომ 300,000 მილი აქვს გავლილი, ერდა მილი ერდა. ხო, 300,000 აქვს გავლილი რა. და კაროჩე რა მაგიტო დიდხანს ვეღარ გაძლებს და ვფიქრობ ნაწილ გავყიდო რა და აიშლება მანქანა რა. რავი ლუკასაც ასე შეხ რაღაც ნაწილები კი სჭირდება და წინა ფარი გაბზარული გაქვს ხო შენ? ბიჭო, მაგ ფარს ვაფშე გიყიდიდი კი არ მოგცემი მე. მოკლედ, ხალხო, ამით დაგემშვიდობებით შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში. მადლობა ყურებისთვის და დატოვეთ კომენტარი და გააზიარეთ უეჭვენ. ნახვამდის. მოკლედ ეს იქნება პირველი ვიდეო და იქნებ რავი რამეს მივაღწიოთ და მადლობა ყველას წინასწარ რა არხი გამოიწერეთ უეჭველი და ვიდეო დაალაიქით რა.